პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. გინდა ან ხარ მზად რომ იყო ამის თანამონაწილე? ბომბზე ხარ? მეც მოვკვდე მამა ჩემივით. ხო, რამდენი ხანი იყავი დამოკიდებული? ჩემი არჩევანი ეგ არ უსაყოფილო. მე უკვე დამოკიდებული დავიბადე. ეს ტკივილი, სულიერი ტკივილი ეთყობა, ამით მჭირდებოდა რომ გამეყუჩებინა. შენ თუ მიმატოვებ, მე მოვკვდები. ესე კარგად ყოფნისთვის ჩემი უახლოესი ორი ადამიანის გარდაცვალება თურმე გახდა საჭირო. თვალებში დამიბნელდა. თავბრუ დამეხვა და ჩავარდი აბაზანაში და თვალს ვახელ რაღაც წამები იყო რომ გავითიშე. პირველად შემეშინდა სიკვდილის. გაიხსნა ცადა? ცადა ღმერთი ხوار ჩამოვიდა და სილას ხوار გაგაწნის, ან ეს ხوار შეგაჯანჯღარებს. არ აღიარებენ რომ დახმარება სჭირდებათ. პატარა ბიჭები, გოგოები იღებენ, იძინებენ და ვეღარ იღვიძებენ. ჩახვედი რაღაც ფსკერს ხელი დაადე და მივხვდი რომ აი ესე ვეღარ გაგრძელდება. დღეს რაც არ უნდა მოხდეს, მე ფხიზელი დავრჩევ. აი მე რაც ხორებას მოდის, მაგას ნორმატიული ადამიანი ვერ შეიგზნოს. შენ დაგიკარგავს მაგის გამო ადამიანები? ყველას თავის გზა აქვს. მე რა შემიძლია რომ გავაკეთო? აი შიგნით როცა იცვლები, მე მთელი სამყარო იცვლება შენს გარშემო. გამარჯობა, მე ანა ვარტყებუჩავა, თქვენ უყურებთ მეხუთე ელემენტს. დღევანდელი ჩემი გადაცემა ძალიან ბევრი ემოცია მაქვს, შერეული ემოცია მაქვს, მინდა რომ ძალიან სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ და ისეთი კაი სტუმარი მყავს ამ ყველაფერში დამეხმარება და მის მაგალითზე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს დავაფიქრებთ ამ საკითხზე. აქვე მადლობას გადაუხდი ორნაბიჯს ჩემი პოდკასტის სპონსორობისთვის და შეგახსენებთ, რომ ორნაბიჯთან ერთად დაზოგვა ჭკვიანურია. ხო, დღევანდელი ჩემი სტუმარი ჩემთვის ძალიან ძვირფასი, ძალიან ჭკვიანი და ვიტყვი რომ სიმპათიურიც, იმიტომ რომ ვიცი რომ ეს სიამოვნება ადამიანია, რომელსაც რა დიდხანს ჰქონდა ესეთი პრობლემები, როგორც არის დამოკიდებულება, უკვე დიდი ხანია, 4 წელია რაც ფხიზელია. პოდკასტი გაბედეს ავტორი, რომელმაც თვითონ გაიმარჯვა, მე ვიტყოდი ალბათ საკუთარ თავზე პირველ რიგში და ახლა სხვასაც ეხმარება, რომ უფრო ჯანმრთელი ცხოვრება დაიწყოს, გამოასწოროს და გაიმარჯვოს საკუთარ ცუდ დამოკიდებულებებზე. არ ვიცი, რამდენი შეცდომა დაუშვი ხა ამ რაღაცებზე, შენ შემისწორე. ყველაფერი სწორედ. თავარი აქ არავის არ ვატკინოთ გული და ყველას მოვეფერო და დავეხმაროთ და რაღაცა გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა წარდგენისთვის და მიხარია რომ დღეს ვარ შენი სტუმარი. მეც მიხარია რომ ჩვენი სტუმრობა შედგა. შორიდა რომ უყურებდი ხოლმე, ვფიქრობდი რომ ნეტა რა თემაზე მომიწევს მისვლა თქმა. ჰოი საოცრებო. ვარცხნილობას. იცი რა, ვარცხნილობა ძალიან კარგი გაქვს, თუმცა სხვა რაღაცაზე ვისაუბროთ. სანდრო, მოდი, მე ნუ მაკითხინებ. დიდი ხანია გიცნობ და მინდა რომ კიდე სხვა რაღაცებიც გავიხსენოთ. ზედ როგორც შევხვდით ერთმანეთს, რა კარგი დრო იყო თურმე. მაგრამ მოდი შენ თქვი ის ყველაზე მძიმე დრო, მძიმე დღე, რამე ისეთი მოვლენა რაც იყო უკვე აი ფსკერი, რასაც ჩახვედი რაღაც ფსკერს ხელი დაადე და მივხვდი რომ აი ესე ვეღარ გაგრძელდება. რა იყო ეს შენთვის? ანუ მანდა ჯერ მოკლედ ფსკერი ძალიან ინდივიდუალური რაღაცაა რა. ყველას სხვადასხვა დროს ემართება და ეს როცა გემართება ამ ადამიანების რეაქციების განსხვავებულია რა. ეხლა რო ვუკვირდები მოკლედ როგორი ის იყო, იცი? აი რამდენიმე მომენტი იყო ჩემს წარსულ ცხოვრებაში, როცა ძალიან ღრმად დავიწყო დაფიქრება, რომ ეხლა რო რაღაც არ შევცვალო, მერე ძალიან ცუდად იქნება ყველაფერი. პირველი ალბათ ეგეთი მომენტი იყო, ძმა რო დავკარგე 2016 წელი იყო რა. მაგ პერიოდში დავიწყე საკუთარი თავის ძალიან დადანაშაულება. და შესაბამისად აქტიური მოხმარებას რა, იმიტომ რომ ეს ტკივილი, სულიერი ტკივილი ეთყობა, ამით მჭირდებოდა რომ გამეყუჩებინა რა.
ანუ რავი, ეგ ისტორია მე მგონი ბევრჯერ მომიყოლია. ჩემგან წავიდა ჩემი ძმა იმ საღამოს რაღაც მე მივეც ტაქსის ფული მე ვნახე ბოლოჯერ და აი მე იყო ის რომ რაღაცა თითქოს მე შემეძლო რომ რაღაც გავლენა მქონოდა ამ მოვლენაზე რა და ძალიან მაგრა დავითრგუნე რა აი რაღაც დათრგუნვასთან გამკლავების გზები არ ვიცოდი რა ანუ აი და მარტო ვიყავი ჩავიკეტე ესე გარედან კი ძალიან ბედნიერი ვიყავი და რაღაცებს ვაკეთებდი და ხალხს და ირგვლივ ყოფს არ ვანახებდი რომ მტკიოდა მაგრამ შინაგანა ძალიან სუდად ვიყავი რა და მაგ პერიოდში დავიწყე ფიქრი რომ ანუ რაღაცა ხდება ჩემში თქო რაც ძალიან არაჯანსაღია არასწორი ქცევა რას არის მაგრამ ბოლომდე კითხვაზე პასუხები არ მქონდა პირველი მოკლედ ეგ იყო რა რაღაც სიგნალიზაციასაც რომ ჩაირთვება რა და მე უკვე იყო მამაჩემის გარდაცვალება ეგ მომენტი იყო როგორ იცი რომ ვუყურებდი ადამიანს რომელიც გარეგნულად ძალიან გავდით ერთმანეთს აი ეს რაღაც ძალიან რა ვიზუალურად ქცევით და პირველად შემეშინდა სიკვდილის და შემეშინდა სიკვდილის და ვიფიქრე რომ მე თქო რაღაც 65 წლის ასაკში ესე რომ მოვკვდე თქო რაღაც ჩემი თავის შეტრიალდა და ესე დავინახე როგორ შეიძლება რომ მეც მოვკვდე მამაჩემივით იმიტომ რომ მამას ფილტვის სიმსივნა ჰქონდა და ვუყურებდი ამ ხშობის სიკვდილს რა და ძალიან შემეშინდა და ეგ იყო მეორე რაღაც ინდიკატორი იმის რომ აი რაღაც ძალიან გაღვივდა ჩემში რომ ეხა რაღაც უნდა გავაკეთო რომ თქვა ესე არ დასრულდეს ჩემი ცხოვრებას და რავი სიგარეტსაც მაგიტომ დავანებე თავი რა რეალურად ხო და საერთოდ უნდა ითქვას რომ ისეთი ადამიანი ვარ ეხა ვიღაცები ხო შეიძლება უყურებდნენ არსებობენ აი ორი კატეგორიის ადამიანები რა ერთი კატეგორია არის ვისთვისაც ძალიან ადრეულ ეტაპზე შეიძლება სკერამდე ჩასვლა საერთოდ არ იყოს საჭირო აი საერთოდ არ იყოს საჭირო და ვიღაცებისთვის ძალიან გაბსკერო არის რა საჭირო მე აღმოჩნდა რომ ეგ ტიპაჟი ვარ მანამდე მილიონი რაღაცა кейსი იყო სადაც შემეძლო რომ დამენახა რომ აი რაღაცა სესამყარო მატყობინებს რომ სანდრო უნდა შეცვალო რაღაცნაირად რა დაფიქრდე ან გაჩერდე ან რაღაცა და ვერ ვაკეთებდი ამას ხო და ეგეთი გამონათქვამია რაღაცა მართლა ღმერთი ხო არ ჩამოვიდა და სილას ხო არ გაგაწყნის ან ეს ხო შეგაჯანჯღარებს და აი ისეთი ტიპაჟებისთვის როგორიც მე ვარ მაგალითად რა ღმერთი აგზავნის თუ მაღალი ძალა ანუ რაღაცა სამყარო გიგზავნის ძალიან დიდ განსაცდელებს რა რომ აი თუ პატარას ვერ ხვდები მაშინ დის გამოგიგზავნი და მე ეგრე ვუყურებ რა საბოლოო ჯამში ჩემი დღეს ესე კარგად ყოფნისთვის ჩემი უახლოესი ორი ადამიანის გარდაცვალება თურმე გახდა საჭირო ამ ადამიანებმა ჩემმა ძმამ და მამაჩემმა საკუთარი გარდაცვალებით მიხსნეს მე რა დამანახეს გზა გადარჩენისკენ ხო და მაგიტომ არის რა რომ იმიტომ ყვები რომ ადამიანებს მინდა რომ იქნება ამ ნათქვამით დაფიქრდნენ რომ აი თუ მანამდე პატარა მაგალითი იყო იმის რომ ეს შეიძლება ამ გამოფხიზლებისკენ გამოგზავნილი ნიშანი იყოს მოდი რა ეს ნიშანი დავინახოთ რა ანუ კი არ გადაოდოთ კი არ დაველოდოთ რომ ვიღაც მოგვიკვდეს კი არ დაველოდოთ რომ დანაკარგები იყოს რაღაც ძალიან კოლოსალური რა არამედ გამოვიჩინოთ გონება გახსნილობა და ეს ნიშანი დავინახოთ ეხლავე ყოფილი დამოკიდებული ესე არ არსებობს სულ რაღაცა ბომბზე ხარ ხო იცი რა არის ეგრე ვამბობთ რა რომ ყოფილი დამოკიდებული არ არსებობს მაგრამ მითი ის რომ ყოფილი მომხმარებელიც არ არსებობს ეგ ტყუილი ანუ წარსულში თუ ალკოჰოლს მოიხმარდი და ეხა აღარ მოიხმარ ანუ შენ ყოფილი მომხმარებელი ხარ მაგრამ გამოჯამთელებაზე პასუხისმგებლობა არის მთელი ცხოვრების გამოწვევა რა იმიტომ რომ დამოკიდებული ადამიანის ტვინი როგორც კი ერთ კლუბს დაალევს ეს ტვინში არსებული რაღაც ნეირონები იმ წუთასვე გაცოცხლდებიან და თრობისკენ მიდრეკილი შენი ტვინი აუცილებლად მოითხოვს რომ ისევ დათვრე რა
ანუ ესთრობა რა ნებისმიერ სუბსტანციას გულისხმობ. ხო და მაგიტომ არის დამოკიდებულება ქრონიკულ დაავადებას ვამბობთ ეგრე, რომ აი მუდმივად მასთან ერთად თანაცხოვრობ. ხო, ეს არ ნიშნავს, რომ სულ კბილებით გიჭირავ და ცუდად ხარ და პირიქით. ანუ დამოკიდებული ადამიანის აი ეს ცხოვრება რა როგორ იყოფა, იცი, რომ რაღაც აი მე რა ცხოვრებას მოდის მაგას ნორმატიული ადამიანი ვერ შეიგზნოს რა, იმიტომ რომ კონტრასტი რას გიშვება, იცი, აი ყოველდღე ხარ რაღაც აი 100 მაგად ბედნიერი, თითეული გაღვიძება არის არა რუტინული გაღვიძება, არამედ არის სიკვდილიდან გამოფხიზლება თავიდან დაბადების. მაგიტომ არის რომ აი რაღაცნაირი ენერგიით არიან ეს ადამიანები, თუ ვართ ეს ადამიანები სავსე რა, იმიტომ რომ წარსულში ძალიან ცუდად ყოფნის მერე აი ყოველი წამი არის ეგეთი ბედნიერი რა. იცი რა უნდა კითხო? სულ მაინტერესებს მე როგორც დედას და ჩვენი პოდკასტიც ოჯახის წევრებზეა და ზოგადად რატომ რას უნდა მივაქციოთ ოჯახში ყურადღება? აი რა არ უნდა გამოგვჩეს? რა უბიძგებს მოზარდს გარდა გარემოსი თუ სამეგობროსი რომ გახდეს რაღაცაზე თანადამოკიდებული? პირველი არის რასაც კი პირველ სულ ამბობ ხოლმე რომ აი რაღაც მშობლებს მაგას ვეუბნები. მე თვითონაც მშობელი ვარ, რომ ჩვენ არ უნდა პირველი არ უნდა გვეშინოდეს ჩვენი შვილი რას ჩაიდენს, იმიტომ რომ ეს შიში გვაბრმავებს მე ან რეაქციის საშუალებას აღარ მოგცევს. აი მუდმივი შფოთი რომ ეხა ჩემო შვილმა არ ქნათ, სიგარეტი არ მოწიოს, ალკოჰოლი არ დალიოს, დამოკიდებული არ გახსნე, აი ამ შფოთში რომ პანიკაში რომ ხარ, ეს პანიკა პირველი ეს არის რა, რომ მე არ მოგცევს ჯანსაღი რეაგირების საშუალებას. ეხა ამას რატო ვამბობ? ჩვენ 100%-იანი კონტროლი ჩვენ შვილებზე ვერაზოს ვერ გვექნება. ეს ილუზიაა რა, რომ ეხა რა უნდა გააკეთო. ისეთი кейსები მაქვს ნანახი, რა ვიცი, ის და წაკითხული განსაკუთრებით კიდე ისეთი ოჯახის შვილები და აი რაღაც ზოგი გამოკეტილი იყო და ზოგს თითქოს არანაირი შემხებლობა არ უნდა ქონოდა, იმიტომ რომ დამოკიდებულება არ ცნობს ადამიანებს, მათი განათლების, ოჯახის წევრების, გვარიშვილობა და ესე მკაცრად გაზრდილი ოჯახის შვილები კიდე უფრო მეტად არიან მიდრეკილი, იმიტომ რომ იქ ეს საშიშროება უფრო დიდია. სტრესზე რეაგირების ამბავში. და მეორეს ვიტყვი უცბად და მე გავაგრძელოთ, მეორე არის რომ მოსმენა უნდა შევძლოთ. ანუ რამე რომ მოხდეს ჩვენ შვილებს უნდა ჰქონდეს საშუალება რომ მოვიდნენ და გვითხრან. თუ ეს უსაფრთხო სივრცე სახლში იქნება, მაშინ გამკლავების მეთოდები არის ბევრად ადვილად მიღწევადი რა. ეს ორი რაღაცა არის, რომ შეინარჩუნოს იმ შვიდე, რომ პასუხისმგებელი კონტროლი არ გვაქვს ჩვენ შვილებზე სრულად 100%-ით და მეორე თუ რამე მოხდება, ანუ ვიყოთ დამხმარეები, რაღაც გიდები ამ გზაზე რა. ეპიზოდის სპონსორია ორი ნაბიჯის გამოძახების სერვისი. მე შენ პოდკასტის რამდენიმე ეპიზოდს რო ვუყურე, სულ მინდოდა მეკითხი, იმიტომ თავიანთ მაგალითზე რო ყვებიან გოგოები, ბიჭები და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა შენ სტუმრებს საოცარი გამბედაობა და გულწრფელობას იჩენენ ხოლმე ყოველ ჯერზე და აი მართლა მონუსხულივით უსმენ ხოლმე და ხშირად არის ზოგჯერ მშობელი ყავს იგივე პრობლემა აქვს მშობელს ან რაღაცა ტრამვა არის თითქოს რაღაცა აი ბავშვობიდან აუცილებლად თქო მშობელიც უნდა იყოს დამოკიდებული შვილიც იგივე გზას გაყვეს თუ შვილის პროტესტია ან მშობლის ტრამვა არის რაღაცა ბიძგი ამისკენ შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ეგეც შეიძლება და შეიძლება თან არა ანუ ხანდახან ყოფილა რომ წარმოიდგინე ანუ ნეირობიოლოგიურად ბების ტრაუმა გადადის დედაზე და დედა მუსლად ყოფნის პერიოდში მიღებული სტრესი კიდე ბავშვზე. შესაბამისად, ეს ციკლი გაგრძელებადი ციკლია რა. ზუსტად ეხა რაღაცა ეგეთი კვლევები არ არსებობს, მაგრამ არის რომ რაღაც 25%
დამოკიდებულება შესაძლებელია რომ მემკვიდრეობით გადაეცემოდეს რა და გადმოვიდეს იმიტომ რომ რაღაცა თუ ბაბუა იყო ან დედა ან მამა შესაძლებელია ანუ ალბათობა რაღაცა აი მეოთხედით იზრდება ზუსტად პირდაპირ კავშირი არ არის ასევე შეიძლება რომ არავინ არ იყოს და უცბად ყველას რო უყურს ხოლმე რომ რა ვიცი არავინ არ მოიხმარდა ჩვენთან გადაემართან ბავშვს ადიპოვა ხო ამიტომ მულტიფაქტორული პრობლემა არის რა ანუ აღზრდა ტრავმა ხანდახან ბავშვობაში ერთმა აი მწარე ნათქვამმა ან მონის მოცემულმა შენიშვნა ისეთი მატრამვირებელი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს რომ რას 13 წლის ასაკში პირველად რომ ბანკეტი ექნება ის ბავშვი და რომ დალევს აი ეს პირველი ყლუპი ისეთ შვებას მოუტანს რომ ის აუცილებლად მეორეთაც დალევს რა იმიტომ რომ მთელი ეს პერიოდი არავინ არ ასწავლა რომ ეს 13 წელი როგორ გამკლავებოდა ამ სტრესს და ალკოჰოლი ნივთიერება ძალიან ადვილი წამალი რაღაც იმდენად მარტივი არის რა რომ უცბად თავისუფლდები რომ მოусმინოთ ხოლმე ამ დახურულ გაზიარების ჯგუფებზე პირველი მოხმარების ის როგორი აქვს რა იცი როგორი რომანტიზირებულია იმიტომ რომ ხალხი ამბობს რომ თითქოს საგაიხსნა და ღმერთი გადმოვიდა და მაკოცაო რა ეს იმიტომ რომ აი შვება რომ ამდენი ტანჯვისგან თავისუფლდები პირველად ეგ არის მაგრამ მთელი მუღამი არის რომ მაგიტომ უნდა ვილაპარაკოთ რა ბევრი რომ ადამიანებმა უნდა იცოდნენ მათ შორის ბავშვების პატარა ასაკში რომ აი ამ თუნდაც 1 საათიანი თუ რამდენიმე საათიანი შვების მერე რამხელა ტკივილი შეიძლება მოვიდეს და ეგეც არჩევანის ამბავია რა ანუ მანდაც შეიძლება 100% ვერ დავიცვათ ბავშვები მაგრამ მინიმუმ ინფორმირებული არჩევანის საშუალება მაინც უნდა მივცეთ რა ვიცი რომ იცოდეს რომ მერე ეს მოდის რა იცი ამ მაინტერესებს შეიძლება კითხო რამდენი ხანი იყავი დამოკიდებული? ხო და როგორც შეიძლება რაღაცა პაუზები იყო და რაღაცები. ანუ რისციც მჯერა, ანუ დამოკიდებულება რადგან განგზნობით და ქრონიკულია, ანუ რომ დავიბადე, ეხლა მჯერა რომ მე უკვე დამოკიდებული დავიბადე. შესაბამისად, ანუ ძალიან პატარა ასაკში ჩამოყალიბდა რა. 12-13 წლიდან სიგარეტს ეწევოდი მაგალითად. პირველით მეშვიდედან თუ მერვეში რო გადავდიოდით რაღაც ხო იცი პრებანკეტის ბანკეტი რო არის რა მახსოვს მანდ რომ დავთვერი პირველად შეგრძნებები რა ჩემი სხვა კლასელებს რომ გული ერეოდა და ცუდად ხდებოდნენ ანუ მე ძალიან კარგად ვიყავი მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად ცოტა ცუდად ვიყავი იქამდე ვსვამდი სანამ არ გავატანინე ამ სასმელს რა ხო და ეგ დამოკიდებული ადამიანის ქცევა არის ეხლა ვიცი ეგ რა რომ ნორმატიული ადამიანი რომელსაც პირველი ფიზიოლოგიური ეფექტი ეგ არის რომ გულისრევ ესე იგი ორგანიზმი არ იღებს ტოქსინია რა და არ უნდა და სანამ იქამდე არ მოწევან არ დალევ რომ შეაჩვი ორგანიზმი ეგ უკვე დამოკიდებული ადამიანის ქცევა და იმ მომენტში ისეთ რაღაც თავისუფლებას გრძნობდი რომ ისა მინდოდა რომ აი ეს რაღაც ფიზიკური ანტაგონიზმი გადამელახა მე ხვდი კიდე რა იყო სიგარეტის მოწევა რომ დავიწყე პირველი ნაპასი რომ დავარტყი სახლში აბაზანაში თვალებში დამიბნელდა თავბრუ დამეხვა და ჩავარდი აბაზანაში და თვალს ვახელ რაღაც წამები იყო რომ გავითიში თვალს ვახელ აი ეგეთი ის მომიტანა რაღაცა ეგეთი შედეგი მივიღე რომ აი მართლა რავი თავი როგორ არ დავარტყი დავეცი მაგრამ აი წამოვდექი და ეს დაგდებული ღერი ვიპოვე და გავაგზელე მოწევა აი ხა ამ გადმოსახედიდან ძალიან არაჯანსაღი ქცევაა რა მიხვდი ანუ რაღაცამ ძალიან ცუდად გამხადა და პირველი თვალს რო ვახელ რას ვაკეთებ იგივე ვეძებ იგივეს რამაც ცუდად გამხადა ანუ იმდენად აი სიგიჟია ხო და ეს ქცევა მე ეს პატერნი რა მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვება რომ ძალიან არაჯანსაღ არჩევანს აკეთებ მუდმივად მიუხედავად იმისა რომ ქვეცნობიერად სადაც იცი რომ ეს ძალიან არასწორია მაგრამ თითქოს არ გაქვს სხვა არჩევანის გაკეთების საშუალება. დამოკიდებულ ადამიანი არ ირჩევს ამ დაავადებას. ანუ ჩემი არჩევანი ეგ არ უსარყოფილა. დაავადება თვითონ გირჩევ შენ, მაგრამ პასუხისგებლობა და დამოკიდებული ადამიანის არის რომ პასუხისგებლობა აიღოს გამოჯამრთელებაზე. და ეგ გავაკეთე.
გილოცავ, შენ მაგარი ბიჭი ხარ. რეაბილიტაციაზე მომიყევი. რა არის ყველაზე დიდი სირთულე? როგორი იყო შენი ეს პირველი დღეები და რა უნდა იცოდეს ამ დროს გვერდში მდგომმა ადამიანმა? რეაბილიტაცია ხახნო არის ყველაზე ბედნიერი, ყველაზე ძვირფასი ჩემი ცხოვრების მომენტი. რავი, ალბათ შვილის დაბადება, კიდე რაღაც ბავშვობაში ერთი მომენტი მახსოვს, რაღაც 5 წლის ვარ და სადღაც წამიყვანა დედაჩემ. ხო ეს ბედნიერი მომენტი რო გახსოვს, მე შვილი რო დაიბადა და მესამე არის ეგ რო რეაბილიტაციაში ვარ. ეგეთი სიმშვიდე, ეგეთი უსაფრთხოების შეგრძნება, ბედნიერება, მუდმივი განვითარება, რაღაც ზენში რო ხარ რაღაცნაირი, ხო ხდები რაღაც ჰაერში აწეული შესაძლებლობებით და ფიზიკურად კარგად. ეგეთი რაღაც დამემართა რეაბილიტაციაში. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ რეაბილიტაციაზე კარგი ადგილი არ არსებობს. ჯერდი ვამბობ, რომ ყველას ჭირდება, ყველას. ისეთი რაღაცა რეჟიმს ეჩვევი. ჯანსაღად იკვებები. უსაფრთხო გარემო არის, იმიტომ რომ შენაერი ადამიანები არიან. მუდმივი წომა გაქვს ფსიქოლოგთან, ინდივიდუალური შეხვედრები, აუზი, ფიტნესი, იოგა, რავი, ყველაფერი კარგი, რასაც მანამ ტელევიზორში უყურებდი და სულ მე იმაშებოდი, რა ქვია, ან ჟურნალებში, ხო იცი, ძალიან ჯანმრთელი ხალხი რო არის რაღაცნაირები, უზვად რეაბილიტაციაში ხდება ეგ, რომელიც რაღაცა 8 წლის წინ მანამ საქართველოში არ იყო და 8 წლის წინ შემოვიდა პირველად და ერთ-ერთი პირველი ვიყავ, ვინც თავიდანვე ჩაერთო და ჩემი უახლოესო მეგობრებმა დააფუძნა და მოკლედ სულ ტრიალებდი მანდ რა. და მაგასთან ერთად მოდი აქვე მინდა ვთქვა, რომ რეაბილიტაცია მართლა არის გენიალური საშუალება, მაგრამ კიდე არის რაღაც უფასო ჯგუფები, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ მივიდეს 12 ნაბიჯის პროგრამა არის, ანონიმური AA-ის, ან ალკოჰოლიკები, ან ანონიმური ნარკომანები, არის ანონიმური ემოციონალები და ასე შემდეგ. სადაც ალბათ ფილმებში ყველას გინახავთ, რომ შეხედან ეს ადამიანები, ხო იცი და გამარჯობა, მე ვარ დამოკიდებული ანა და ტაშტო გიკრავენ. ხო და მე ვარ ანა და ვიკლებ 2 კილოს. ეგ არის კიდე ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა იცოდნენ რომ იმიტომ რომ დამოკიდებული ადამიანის ყველაზე დიდი მტერი იცი რა არის ნივთიერება და მოხმარება კი არა. მიდი შენ გააგრძელე და მეორე ნაბიჯის წვენს დაგისხავ. მარტოობა. ანუ როცა პრობლემასთან მარტო არის რა. მაგ დროს ყველაზე დიდი უბედურება დამოკიდებული ადამიანის არის მუდმივი შეგრძნება რომ სხვას მისი არ ესმის. და რეაბილიტაცია, გამოსავალი, ცენტრები, 12 ნაბიჯის პროგრამა ეს ის ადგილებია, სადაც მარტო აღარ ხარ, იმიტომ რომ ვიღაცა ან ხდება ადამიანი, რომელსაც წარსულში ქონდა შენაირი გამოცდილება და ეხლა ან კონსულტანტია, ან ფსიქოლოგია, ან ხდები ადამიანებს, ვინც შენაირად არის ზუსტად. და პირველად ცხოვრებაში რა გემართება, იცი რაღაც თითქოს მანამდე ხო სულ იმალები, აი სულ დამალვა, იმიტომ რომ მაგ წარსულიდან მოვდივართ რა, სადაც მოხმარება დანაშაული იყო. ან მორალურად ძალიან გაუმართლებელი რაღაც. ეგ მაგალითი მომყავს ხოლმე, რომ რაღაც აი მეზობლები ყავდა ყოფილი მხედრიანელები. და რაღაცა უბანში ერთი ძმა მკვლელი, მეორე იყო ალკოჰოლს მოიხმარდა, მერე უკვე ნარკოტიკსაც მოიხმარდა, მაგრამ აი მეზობლებს რატომღაც უყვარდათ ის მხედრიანელი მკვლელი სულ. იმიტომ რომ ის აი ცოტა ისეთი რა, იმიტომ რომ აი ეს ლოთი იყო ყველაზე საშინელი ადამიანი. და ეგ არის რა, ადამიანებმა რომლებიც არ იციან, ცოდნა გამოცდილება არ აქვთ, ამის ცნობიერება არ არსებობს. ძალიან ადვილია რომ ადამიანი შეიზულო რა და თქვა რომ მე კიდე რაღაც კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული ხო რა მსმელი ლოთი ადამიანი იყო რაღაცნაირი ბომჟი რა. შენ დაგიკარგავს მაგის გამო ადამიანები და აი ვიღაცის თვალებში ამოგიკითხავს რომ შენი აღარ ჯერა იმ ადამიანს.
ეგ ხო განუყოფელი ნაწილია რა საბოლოო ჯამში თუ შენ ცხოვრებას არ ცვლი ვიღაც ადამიანები რომლებიც შენ ცხოვრებაში არიან ვიღაცები ამის გატარებას აღარ აპირებენ გაგიტარებენ რაღაც კატეგორია დარჩება მაგრამ ესე სუბუქად და რაღაც კატეგორია არის რომელიც მე თვალს აღარ ხუჭავს ამაზე რა და ხო ადამიანებს კარგაო თელი უბედურებაც ეგ არის რა და მე თავს იდანაშაულებს უგონია რომ აი შენ ხარ დამნაშავე მე ვცდილობ რომ ძველი ურთიერთობების აღდგენას და სანამ მაინც მოხმარებაში ხარ არაფერი არ გამოგდის აი ეგ არის როგორი 2x2 4-ია იცი რომ აი ყველაზე დიდი ტყუილი რაც მოხმარებას დამოკიდებულებას აქვს რომ სულ გაჯერებს რომ შენ რაღაც კონტროლი გაქვს შენ ცხოვრებაზე აბსოლუტურად არ გაქვს შენ გონია რომ ყველაფერი რიგზია და ეს ხალხი რო ქრება ამის გამო არ ქრება შენ დააბრალებ ყველაფერს რომ ეს დაიკარგა იმიტომ რომ საზღარი ტიპია იმიტომ რომ მე არ დაურეკე იმიტომ რომ მაშინ მე ეს არ ვქენი ეს არა იპოვნი მილიონ მიზეს ოღონ თვალი არ გაუსწორო სიმართლეს რომ ის ადამიანი შენ ცხოვრებიდან წავიდა ერთი რომ გადაერჩინა საკუთარი თავი იმიტომ რომ არაადეკვატურ ადამიანთან ერთად მეგობრობა თანაცხოვრება შეუძლებელია და სანამ აზე არ მოდიხარ მოკლედ ამ ნიშნებს ვერ ხედავ რა სამსახურში ყველგან გაქვს ეს ფსევდო კონტროლის შეგრძნება და აი ცოტა რომ გაგდის მე ეგრევე გინდა რომ კიდე მოიხმარო რომ ისევ დაუბრუნდე რომ ისევ მოატყუო საკუთარი თავი რომ ისევ შენ გაქვს კონტროლი ანუ ძალიან ვერაგი დაავადება რა ისეთი რაღაცა და თანადამოკიდებულ ადამიანებზეც რო ვთქვა წარმოიდგინეთ ერთი დამოკიდებული ადამიანი სპირალი რომ წარმოიდგინე დაახლოებით ესე ირგვლივ 16 ადამიანი არის ჩართული ანუ ითრევს ირგვლივ 16 ადამიანს ოჯახის წევრი ძმა მეგობრობის სამეგობრო მერე მოდის სამსახური და კოლეგები და თანამშრომლები და მეზობლები და ესეთი წისარ სპირალია რა შესაბამისად ერთი გამოჯამრთელებული ადამიანი საზოგადოებას უბრუნებს 16 პლუს 16 ადამიანს ბედნიერს ანუ რომლებსაც შეუძლიათ რომ ჯანმრთელი ჯანსაღი სრულფასოვანი ცხოვრება განაგზონ დასტრესილი სამსახურში ურთიერთობაში მაგიტომ ფსიქოსოციალური პრობლემა არის რა ანუ ერთი ადამიანის კი არ არის ანუ და ეს ჩემი საჯარო ლაპარაკის მაგის გამოძახილია რა რომ რაც უფრო დაუმალავთ პრობლემას რავია მითხარით ერთი ოჯახი ამ ქვეყანაში ვისაც ალკოჰოლის, სუბსტანციის, თამაშის, ურთიერთობების, რავი, ზოგი შოპაჰოლიკია და ზოგი სამსახურზე დამოკიდებული და საქმეზე. ხო, ანუ მენტალური გამოწვევები ეს არ არის რაღაც დამალუის თემა. პირიქით მაგ დროს ვაძლიერებთ. ანუ სტიგმაში ცხოვრება არის ყველაზე დიდი ცოდვა მე თუ მკითხავ რა, რომ იცი რომ ანუ რაღაცა არსებობს, მაგრამ თვალს ხუჭავ და მალავ რა, იმიტომ რომ ამით ის კი არა რომ ვინმეს მალავ. ანუ პრობლემას ეხმარები რომ გაათმაგდეს რა. ხო და აძლიერებ. ეხლა არის ეგ ტენდენცია. ბოლო პერიოდში ადამიანმა გაბედეც მაგის დასტურია რა, რომ ეს გამბედაობა. ეს გამბედაობა ეგრე მოდის, რომ ვიღაცამ ერთხელ თქვა, ვიღაცა ერთი ლაპარაკობს, მე ვიღაცა მისცემ და სხვა რაღაც. ანუ ამის დამალვა რა არის? დიაბეტის აქ ეგრო დამალვს რა. ყველაზე დიდი ტყუილია, იმიტომ რომ ეს ძალიან თვალსაჩინოა, ანუ ვერ იმალება. ამაზე ჯერთი ვერ მალავ. ვერანაირად ვერ დამალავ. გამოჯამრთელებაში როცა ხარ კიდე მაგის დამალვა და ამაზე არ ლაპარაკია, მე ეგრე უყურებ, რომ ეს ჩემი ლაპარაკი მინიმუმ ერთ ადამიანს მაინც თუ გადაარჩენს, მისი ოჯახის წევრს, გამოსავლამდე მოიყვანს და რაღაც იმედს ჩაუსახავს, მაშინ რა არის საჯაროობა, ანუ რა თმინდოდა რამე, რომ ადამიანებს რა ქუჩაში ვეცნე და ფოტოები გადაიღოთ, მიხვდი? ეხა მთელი ჩემი მოწოდებით ვცდილობ, რომ გავავრცელო ეს იდეა, რომ თუ გადარჩენა გინდათ ადამიანებს ვეუბნე, პირველად უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ თქვათ, რომ გინდათ გადარჩენა. მინდა აი ეს აღიარებას უნდა მეკითხა. რა არის ხოლმე
ამ რაღაცა იმიდან გამოსვლა, ამ რა შეიძლება მას დავარქვა რაღაცა ნისლიდან, რომ აი აღიარო რომ მე მჭირდება დახმა, იმიტომ რომ ყველაზე რთული პრობლემა და მართალი ხარ სამწუხაროდ ჩემს გარშემო რაღაცა სივრცეში ოჯახში შეიძლება თქვათ იმ 4 კაცში არა, მაგრამ 8 კაცში ერთი რაღაცა ასეთი პრობლემა ყოველთვის არის. ანუ რაღაცა ასეთი მოსაგვარებელი და შენ რო გინდა დაეხმარო და რო ჭოფ ამაზე, ამბობ რომ არ წამომყვება, არ მომყვება, არ ჩაიდგავს, არ დაწובה, არ იმასის, ანუ რაღაცა მთელი რიგი ისანი ხოლმე და ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის, იმიტომ რომ არ აღიარებენ რომ დახმარება სჭირდებათ. ხა, ეგ რა ვშვებით მაგდროს? ეგ ძალიან რთული რაღაცა. იმიტომ რომ აღიარება ჩათვალე რომ ნახევარი გზა კარგად ყოფნისგან გადადგმულია. ეს დაავადება ადამიანებს თავის მარწუხებში რომ ყავს მოქცეული, ყველაფერს იზავს, რომ შენ არ გაღიარებინოს. იმიტომ რომ მას ეს ეშინია რა, ანუ იცი რის ეშინია, რომ წარმოვიდგინოთ, თავიდან მე ეგრე ამიხსეს და კარგი შედარება, შენში ჩასახლებული რაღაც ბაცილა, რაღაც ტიპი, რომელიც მას უნდა რომ შენ არ მოკვდე ფიზიკურად რა, იმიტომ რომ მაგით საზრდოობს რა. ოღონდ თან მუდმივად უნდა რომ შენ არაფხიზელი იყო. და წარმოვიდგინე, ყველაფერს გააკეთებს, რომ შენ არ გაღიარებინოს, იმიტომ რომ არ წახვიდე, თქვათ რაღაც რეაბილიტაციამდე არ წახვიდე, ხო? ან ექიმთან არ მიხვიდე. და ყველას თავის გზა აქვს. აი ყველას და მაგიტომ არის რომ აღიარება დაკავშირებულია შიშთან. აი იცი როდის ვაღიარე თავისუფლად? როცა ჩემს ირგვლივ ადამიანებისგან აღარ მოდიოდა აგრესია, შეფასება, არავინ აღარ მკიცხაოდა და მართლა დავიჯერე რომ მე რო ეხა ვაღიარო ეს ადამიანები დამეხმარებია. და მაგიტომ არის რა, რომ ეხა წამოდი წაგიყვანო დროზე, ჩხუბით, დაძალებით, არაფერი არ გამოარადოს. ეს ხეული არის ყველას თავისი არის და თვითონ იღებენ პასუხისმგებლობას. და ამიტომ არის რომ მართლა როცა დაველაპარაკებით ამ ადამიანებს რომ შენ თუ გინდა მე დაგეხმარები, ოღონდ ეს დრო ყველასთან სხვადასხვა დროს მოდის. მე რო ეხა მშობელი ვარ თუ რაღაცა ქმარი და რაღაც ცოლი და მინდა რომ ეხა მოხდეს, შეიძლება ეს ეხლა არ მოხდეს. მაგრამ რამდენად ვარ მზად რომ დაველოდო. რამდენად ვარ მზად რომ მეორე ვარიანტია მან. დამოკიდებული ადამიანი თუ არ ჯამთელდება, მე რა შემილია რომ გავაკეთო. მე შემილია რომ ზუსტად დავიწყო გამოჯამთელება. მე რო ვარ ოჯახის წევრი. ანუ მე თუ ჯერ მას ვერ ვეხმარები, იმიტომ რომ მას ეს პასუხისმგებლობა არ აუღია, მე წავალ და მე დავიწყებ ჩემ წილ გამოჯამთელებას. იმიტომ რომ თანადამოკიდებული ოჯახის წევრის პრობლემა ძალიან ძიმია. შენი ოჯახის წევრი ახლობელი ადამიანი, პარტნიორი თუ მოხმარებაშია და წლებია თქვენ მაინც ერთად ხართ და ცუდად ხარ და ეს ბიჭი ან გოგო არ ჯამთელდება ჯერ, შენ ხარ თანადამოკიდებული. ანუ ამ მდგომარეობაზე დამოკიდებული ადამიანი. ან ამ ადამიანზე დამოკიდებული ადამიანი. ანუ თანადამოკიდებული რა. შენ არ მოიხმარ არაფერს, სუბსტანციას, ალკოჰოლს, მაგრამ მის ემოციებზე დამოკიდებული ხარ. ანუ თითქოს ის რომ სუდად არის, შენ სუდად ხარ, მაგრამ სინამდვილეში როგორ თქვა ეხა არ ვიცი რაღაც ვუტრეირებ, მაგრამ შენი ნარკოტიკი ეგ არის. მიხვდი? ან გადამშენელის როლში ყოფნა, რომ შენ რომ მიხვდე რომ არ მინდა ეს ყოფნა. ნახე, მიხვდე რომ თუ მიდიხარ, ხო, თუ წამსვლელი ვარ ისედაც წავალ? თუ არ, თუ შეგიძლია რომ წახვიდე, ესე იგი შენ თანადამოკიდებული არ ხარ. ანუ ნორმატიული ადამიანი ხარ, რომელსაც პრობლემა რო დაინახა, ერთხელ ცადე რომ დახმარებოდი, არ გინდა, ოკეი, მაშინ მე წავალ. სხვა არჩევანს. ხო. მიხვდი? და თუ რჩები, თუ საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ მიდიხარ, საკუთარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ თითქოს
ეს დისონანსი გაქვს, რომ აი მინდა წავსო, მაგრამ ვერ მივდივარ. იმის გამო მე იგონებ მილიონ მიზეზს. მოკლედ, თანადამოკიდებულების გამოჯამთრების პროგრამაც არსებობს. მათ შორის აი როგორც 12 ნაბიჯი არის დამოკიდებულებისთვის, ეგრე არის თანადამოკიდებულებისთვისაც. შენ ძალიან დიდ პრობლემაზე საუბრობ, იმიტომ რომ ხშირად არის, რომ თქვა ყველა ერთნაირი არ არის, ყველა ერთ გამომწვევას ვერ უმკლავდება ერთნაირად და შეიძლება თქვას, რომ მე არ მინდა ვთქვათ, ვიცხოვრო აქ მე არ მინდა ვიცხოვრო, ჩემმა შვილებმა იცხოვროს აქ, მე ვერ მოვერი ამ პრობლემას და ოჯახების დანგრევის მიზეზს, ურთიერთობების დანგრევის მიზეზს გეუბნები და შემდეგ ძალიან კარგი კარგი ბჭყალებში მანიპულატორები არიან ხოლმე ეს დამოკიდებული ადამიანები, იმიტომ რომ ნაწილობრივ ეს სიმართლეც არის, რომ შენ თუ მიმატოვებ, მე მოვკვდები. შენ თუ მაგრამ სინამდვილეში ის ალბათ რაღაცნაირად ნელ-ნელა ისედაც არის ამ პროცესში თუ კი ფეხზე არ წამოდგება. მაგრამ ეს მანიპულაცია ზოგჯერ დამღუპველია. ანუ შენ და შენ თუ მეორე ადამიანი ხარ. ანუ შენ გინდა ან ხარ მზად რომ იყო ამის თანამონაწილე? ანუ ის თუ ყვდება შენ ამას ხელს უწყობ თუ ჩაყვები. თუ შენი წასვლით ზრდი იმის პოტენციალს რომ ამ ადამიანს ანახო რომ იმიტომ რომ ხანდახან აი ეს კომფორტი ზონა რომელშიც არიან ეგ თუ არ დაინგრა ხო და ის რო ამბობდი ღმერთი ჩამოვა და სილას გაგაწნის თქო რა ანუ ჩვენი ამ ურთიერთობებში დარჩენით თუ არაფერს არ ვცვლით შესაბამისად შედეგი სხვანაირი არ დადგება ანუ რაღაც ისეთი უნდა გავაკეთოთ რაც აქამდე არ გვიქნია და ეს შეიძლება იყოს გაშორება კი ანუ გაშორებამ შეიძლება არა მაგრამ შეიძლება მეორე ადამიანს დაანახოს ჯერ ერთი მარტო დატოვოს და ამ სიმარტოვეში აი ზუსტად მისი ფსკერი ეგ იყოს რა მიხდი და თუ მართლა მინდა რომ დავეხმარო ეს შეიძლება იყოს ზუსტად ამ დახმარების გზა ხო მაგრამ ეგეც ალბათ ინდივიდუალური ზოგი ისეთი სუსტი არის ხო ინდივიდუალური რომ შეიძლება მარტო ამას ვერასდროს ვერ აი გაუმკლავდეს სუსტი შემთხვევაში არის რომ მე არ მივდივარ მაგრამ მე ვიწყებ ჩემ გამოჯამთელებას ვიწყებ ჩემ ემოციებზე მუშაობას და ძალიან ხშირად ყოფილა რომ აი დედას მოუყვანია შვილი იმაში გამოსავალში და წასულა მოკლედ ეს შვილი არ დარჩენილა არაფერი არ უქნია ეს დედები ხო ძალიან განიცდიან რა იმიტომ რომ აი ეს ემოციური კავშირი დედასა შვილს შორის რა ხანდახან დაურეკავთ მაგალითად ცხელხაზზე და ჩემი ბიჭი, ჩემი ბავშვი და მე რო ვეკითხებით ჩემი ბავშვი და 40 წლის არის. საქართველოში განსაკუთრებით. ხო და დედას დაუწყია გამოჯამრთელება ან ცოლს და სახში უსვათ ამინდი იცვლება. ანუ დედა რომელიც მანამდე იყო პანიკაში, ეხა ფული მომეცი, აჰა შენ ფული, ის ოღონდ შენ კარგად იყავი, ხვდები, ცუდად ხარ, გული გერევა წამოექიმთან, ახალ წამას დავაწერებ, შენი წექი ეხა თუ ფეხები გტკივა, მასაჟს გაგიკეთებ, აი ამ მდგომარეობიდან უცებ. რაღაც ავტონომია, კარგად ვარ, მე შენ მონაწილე აღარ ვარ, შენი ამ რაღაც манипуляციების და ეს ყოფილა მე იმ ხალხისთვის ინდიკატორი, რომ რაღაც შეიცვალა ძალიან მნიშვნელოვანი. აი რაღაც სხვანაირია და მე მოსულან უკვე თავის გამოჯამთელების გზამდე რა. ჩვენი აი ამ იმით რა ქვია, მაგალითებით ვეხმარებით ხოლმე ჩვენი ოჯახის წევრს რა. სანდრო, როდესაც უკვე ფხიზელი ხარ. ძალიან ბევრი პრობლემებია ცხოვრებაში და შეიძლება პირიქით უფრო თვალი აგეხილოს, ან მამის გარდაცვალება ახსენე, ანუ ბევრი რაღაცა არის. რამდენად არის რისკი იმისი რომ დაუბრუნდე ისევ ამ ასე ვთქვათ შვების გზას. ხო, რისკი სულ არის. მე რას ვაკეთებ, როგორ უმკლავდები ხოლმე. ანუ ნახე, ეგ არის რომ ეს გამოჯამრთელებაზე აღებული პასუხისმგებლობა არ არსებობს რაღაც ერთი წამალი ან ნემსი რომელს გაიკეთებ და სამუდამოდ დაცული იქნები, რა ვიცი. ეგეთი რამე მე მგონი აცრებიც კი არ არის იმისი, რა ქვია, რაღაცა არ ვიცი, ბატონებზე 100%-იანი დასვა არ არსებობს, ხო? ხო და დამოკიდებული ადამიანის ტვინი სხვანაირად მუშაობს. ძალიან ადვილია რაღაც ტრიგერზე იგივე პატერნში დაბრუნება რა, ამიტომ ყოველდღიურად თუ რაღაცა მუდმივ რეჟიმში უნდა ადამიანი
საკუთარ თავზე მუშაობდეს. და ეს მუშაობა არის ძალიან ინდივიდუალური, სხვადასხვანაირი, მრავალფეროვანი. ვიღაც თერაპიაზე უნდა დიოდეს. არის რაღაც დავალებები, რომელსაც აკეთებ. ფიზიკურად უნდა მიხედო თავს. რაღაც ჩანაცვლება გინდა რაღაც ბუნებრივად ითხოვს? უეჭველი. ანუ ეგ როგორი ის არის? სიამოვნების სხვა ძალიან ხშირად არის მთელი მაგალითად. გზები, ხო? სუბსტანციებზე დამოკიდებული ადამიანები წყვეტენ მოხმარებას და ძალიან მალე ალკოჰოლის მიღებას კი, იწყებენ. რო აი თითქოს რავი ალკოჰოლი კი, შემიცხოვრებს. კი. იმიტომ რომ მის ტვინს მუდმივად ჭირდება ეს რაღაც დოფამინის მიღება და რაღაცით უნდა მიიღოს. შეიძლება ალკოჰოლი არ დალიოს, ნარკოტიკი არ მიიღოს, მაგრამ მაგალითად დაიწყოს არაჯანსაღი კვება. აი მუდმივი ჭამა, გამოძახება, ფასტ-ფუდი, ამაზე გადაერთოს. ანუ ეგეც არაჯანსაღი ქცევა. მიხვდი, ანუ იმიტომ რომ ტვინი, რომელიც მიჩვეულია 10 წლეულების განმავლობაში, ამას სულ როგაც კარგად ყოფნის, რო გააჩერებ, რა თქმა უნდა, მოთხოვნილება აქვს, ეს შიმშილი და ეს შიმშილი რაღაც უნდა შეავსო. მაგრამ არსებობს ჯანსაღი შევსების გზები. მაგალითად, ჯიმში სიარული, ფიზიკური აქტივობა, წერა, ცეკვა, რავი, ანუ ბევრი რაღაცა არის, რითაც შეგიძლია რომ დააბალანსო და მე რა არის, იცი, აი ამბობენ რომ პირველი წელი არის ძალიან კრიტიკული. აი 6 თვე არის ხო, ეს რომ ჩათვალე. მეკითხა, არსებობს დრო? კი, აი ამდენ ხანში კი. შენ იქნები ესეთ. ნეირობიოლოგიურად კი დამტკიცებული არის, რომ აი მაგალითად რეაბილიტაცია 3 თვე რატო არის? აი რაც ზუსტად შეგვიძლია ვთქვა, არის ეგეთი, რომ 21 დღის განმავლობაში 21 დღე ჭირდება. მხოლოდ ტვინს რომ რეაბილიტაციაში მიეჩიოს, ანუ პატერნი ქცევი შეიცვალოს და ტვინი სქერქი დამშვიდდეს. ანუ 21 დღე, მაგიტომ არის რომ მინიმუმ 1 თვე, კი არა, 21 დღე გჭირდება ადაპტაციისთვის და აი რომ აზე მოხვიდე. 3 თვე არის ოპტიმალური ვადა. კიდე არის პოსტრეაბილიტაციის პერიოდი, კიდე 3 თვე, იმიტომ რომ 6 თვე ნაღმზეზე ხარ ნამდვილად. ხოლო 1 წელი ითვლება კრიტიკული 1 წელი არის კრიტიკული პერიოდი. აი 1 წლის მერე სტაბილიზაციის პერიოდი იწყება და ამერიკული იმითი რა ქვია გაიდლაინებით ეგეთ ხანგრძლივ რემისიაში მყოფი ადამიანი მხოლოდ ითვლება 2 წლის შემდეგ. ანუ 2 წლამდე აი ამბობენ რომ ჯერ ძალიან თოთოა რა, მიხვდი? ანუ 2 წელი ადამიანს ჭირდება ახალი ჩვევების გამოსამუშავებლად, ემოციებთან გასამკლავებლად, რომ ისწავლო სხვადასხვა მოვლენაზე როგორ ირეაგირა რა. ანუ შეიძლება ადამიანის აი ესეთ ჯოჯოხეთს დავარქმევ მე ჩემგან აქედან, რასაც შორიდან შემიძლია ვუყურო. ხო. ეს რასაც იწევს და რამდენი ადამიანი უბედურდება მის გარშემო თავის გარდა, შეიძლება 2 წელიწადში საერთოდ შეიცვალოს. 2 წელი არის ძალიან ცოტა. ანუ წარმოვიდგინე 40 წლის რო ხარ, რა არის 2 წელი? 2 წელს ვამბობ თან როგორც იცი. არაფერი, 2 წელი არის რაღაცა გადატეხის ასაკში მნიშვნელოვანი, რაღაცა მნიშვნელოვანი ცვლილებების ისტორია. არაფერი. 1 წლის მერე უკვე ისეთი სტაბილიზაცია მოდის, მშვიდდება ემოციები, აი, ყველაფერი ლაგდება რა. ხო და ხო, რა არის იმასე შედარება? არაფერი, ცადეთ მაინც. არაფერი არ არის, მართლა. ეგეც ის არის, რა ქვია. ხო, ძალიან კარგი სიტყვაა, რომ აი რაღაცა ისეთი ცადო უნდა, რა საკამდე არ გიცდი. მაგრამ ადამიანები მიდიან ხოლმე და რა ვიცი, ხან დეტოქსზე წვევიან, თვეში 5-ჯერ, მიდიან ექიმებთან, ცვლიან წამლებს, იცვლიან სახლებს, ქალაქებს, მიდიან მოგზაურობაში, იცვლიან ტანსაცმელს. ადამიანებს გონიათ, რომ ეხლა ყველაფერი სხვანაირად მოხდება. და აი დეკორაციას როსაც ცვლი, მარტო დეკორაციას რა და შინაარს არ ცვლი. რეალურად შენ ხო არ იცვლები, აი ეხლა აქ რო შევცვალოთ დეკორაცია. რავი და სხვა ფერი მივანათოთ კედელს. მე და შენ რითი შევიცვლებით? ანუ არაფრით. ესე არის დამოკიდებული ადამიანიც რა. ანუ ჩვენ თუ გარედან შევცვლით რაღაცეებს, ოჯახს გამოვიცვლით, სხვა ცოლს მოიყვან თუ, სხვა სახში გადახვალ, სხვა წამალს დალევ თუ, რავი, ექიმ შეიცვლი, ფუნდამენტურად არაფერი არ იცვლება. ფუნდამენტური ცვლილება ხდება გრძელვადიანი რეაბილიტაციის დროს, სადაც ფსიქოლოგიური, სოციალური, აი სხვა უნარჩვევების სწავლა მიდის, მიხვდი? ღრმა პროცესია, მაგრამ ძალიან საინტერესო. ადვილია არა, რთულია, მაგრამ
ეგეთი სიამოვნების მომრუელი ცხოვრებაში არავის არაფერი აროს არ გაუკეთებია საკუთარ თავზე მუშაობაზე გემრიელი ანუ რავი რა არის აი არ არსებობს აქტივობა რომელზეც მეტყვირო და მე გეტყვირას 10 მიზეზ და შენ მითხარი სხვა ქცევის 10 მიზეზი რატო არის ეგეთი გემრიელი არ არსებობს ანუ შედარება შემიძლია აი რაღაც დიდი გამოჯამთელების insights ეძახიან რა ეს insight ინგლისური სიტყვა რაღაც გამონათება რა აი ეს რაღაც მომენტი დგება ხოლმე რეაბილიტაციაში რა განსაკუთრებით ან უბრალოდ გამოჯამთელების პერიოდში ადამიანის ცხოვრებაში როცა აი რაღაც და სამყარო იცვლება რა და ეგ ისეთი სიამოვნებაა მითხარი ხარ საწყობი რაღაცას ალბათ კონკრეტ შენი რა იყო პირველი რო თქვი რომ ეს რა მაგარი ყოფილა თურმე რა იყო ეს იყო ურთიერთობაში სამყარო საჭმელი წყალი თუ რა ცუდად ვიყავი ძალიან და ლოცვა დავიწყე და ამ ლოცვის მომენტში მოკლედ აი რო იგზნობ რომ გარეთ ციოდა წვიმდა საშინელი ამინდი იყო დილის 4 საათი იყო ხო და მაგრა ვიტანჯებოდი რაღაც აი შიგნიდან მორალურად ფსიქოლოგიურად უძინარი ვიყავი და აი ეს ლოცვა დავიწყე ხო და უცბად რა მოხდა ისე ყველაფერი დამშვიდდა რა აი ეს წვიმის ხმა და რაღაცა ჭექაქუხილის გაჩერდა და მარტო ვიყავი ფიზიკურად, მაგრამ თან მარტო არ ვიყავი, ეს რაღაც ეგეთი შეგრძნება. ეს იმედი და არ არის, სიმშვიდე იმედი მომავლის? სითბოს ძალიან დიდი ენერგია, ესე გადმოიღვარა ციდან რა, ეხლა სიგიჟია, ძალიან თითქოს რელიგიურ იმას ყვები რა. ამას ანონში ჩაგისვავენ. ჩასულ. გაიხსნა ცადა? ცადა სითბო გადმოიღვარა. და მერე იყო, ეგ იყო დასაწყისში. დილა რო გათენდა წარმოიდგინე. მანამდე როგორ ვიყავ, ისი? იმ წამალს ვსვამდი, ეს უექიმებთან დავდიოდი. აი ყველაფერი მტკიოდა თითქოს, ხვდები, აი შიგნიდან სუ დიაგნოზები, ეხა იმის ექიმთან მივიდი, ეხა და უცებ იმ დილიდან აი არაფერი აღარ მტკიოდა. და მეორე იყო თაწმინდას უყურებდი. აი ამ ყველაფრის მერე რაღაც წელიწადნახევარი იყო გასული. ხო და იმ მთას, იმ ფერდს, სადაც რომელსაც უყურებდი მანამდე 30+ წელი, და ესე ვზივარ ყავასვამდი სახლში და უცებ ესე გავხედე და რაღაც ხედა ვინახე, რომელიც ამ მთაწმინდაზე სხვა ფერის მომეჩვენა. მე კიდე გვერდზე გავიხედე კიდე რაღაცა ბევრი სხვადასხვანაირი ფერის ხეები. და ვიფიქრე რომ მე თქვი მერიამ ხო არ დარგო ახალი ხეები თქვა და დავიწყე რეკო დედას გეფიცე მე თქვი ხა ესეთი ლამაზი ხეები ამ მთაწმინდაზე როგორ ვინ დარგო მე თან ფერძე აი აქეთ რა და საბოლოო ჯამში გაირკვა რომ არავის ის ხეები არ დაურგავს სულ იყო მაგრამ მე პირველად ჩემს ცხოვრებაში და აი ამ ჭიქით ხელშია ესე ცნემლი წამომივიდა იმიტომ რომ ეგეთი ლამაზი მთაწმინდა პირველად აღვიქვი რომ ეგეთი ლამაზია რა ხო და აი ორი მომენტი იყო როცა გარდამტეხი აი ფიზიკურად უკვე კი არა მატერიალისტური სამყაროც შეიცვალა რა რავი ბევრჯერ გაგიგიათ ალბათ რომ ხეს სხვა სუნი ქონდა ფერების დანახვა დავიწყე ის ხო მანამდე ამ ბლარში ცხოვრობ მანამდე ეგეთი ნაცრისფერია რა აი როგორც საჭმელს ჭამ მაგრამ გემო არ აქვს სვამ მაგრამ ვერ ატან გემოს ეგრე არის ურთიერთობაშიც ყავს შეიძლება საყვარელი ადამიანი ყავდეს დედა შვილი ეფერებოდი მაგრამ ვერ გძნობდი ამ სიყვარულს იმიტომ კი არა რომ შენ ცუდი ადამიანი ხარ იმიტომ რომ დაავადება ეგრე მუშაობს ანუ ის ცდილობს რომ შენ მოგწყვიტოს ამ სამყაროდან გაცხოვროს რაღაც ილუზიაში და აი ამ ბლარში რა თან ხილულია რაღაცეები მაგრამ თან გადღაბნილია ხო და ეს გადღაბნილობა ქრება რა და ყველაფერი იწმინდება და ეს დაწმენდილია მე სამყარო რა და მაგიტომ არის რომ თითეული წამით სიამოვნებას იღებ იმიტომ რომ წარმოიდგინე ეხა ის ხე როგორც დავინახე ეგრე ვხედავ დღემდე ყველა პატარა დეტალს და
და პატარა ბავშვივით მიხარია, მიხვდი? და თავიდან აკეთებ რაღაცების აღმოჩენას. სუ ის რა ქვია? სუ ამ ემოციაში ვარ. და თან 12 ნაბიჯი გეუბნება, რომ დამოკიდებული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია 24 საათის ცხოვრება რა, ანუ მხოლოდ დღეს პრინციპით. ანუ მე არ ვფიქრობ შორეულ მომავალზე, იმიტომ რომ რავი, რა უნდა დავგეგმო მომავალში, იმიტომ რომ მე ეს მომავალში მუდმივი დაგეგმა ადვილია ხოლმე რომ ცოტა ილუზიაში გადაგიყვანოს რა ეხა მე იმას ვიზავ ამას ვიზავ 40 წლის რო ვიქნები ამას ორ შაბათიდან დავიწყებ სამ შაბათიდან დავიწყებ და წარსულში ქექვასაც რა აზრი აქვს იმიტომ რომ უკვე მოხდა ხო ანუ წარსულსაც ვერ შევცვლი შესაბამისად ის 24 საათი უნდა გადარჩე ან პატარა გამოწვევა პატაწინა აი თავიდან როგორ ვეუბნებით ისე მეც ეგრე დავიწყე რომ დილით რო დგება ადამიანი ვეუბნებით რომ საკუთარ თავს უთხრას ან დაწეროს რომ აი დღეს რაც არ უნდა მოხდეს მე ფხიზელი დავრჩები ანუ ის კი არა რომ ხატზე დავიფიცებ რომ მე სამუდამოდ ფხიზელი ვიქ დღეს აი 24 საათი და დამოკიდებული ან მოხმარებაში ყოფი ადამიანის 24 საათი მიუხედავად იმისა რომ თითეული წამს ფხიზლა დარჩენა ძალიან რთულია და დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული ერთ დღეს დავრჩებიო, უფრო მარტივია სათქმელად ვიდრე სამუდამოდ, ხო? ან 5 წლით და 10 წლით. ამიტომ მე ეს ჩვევაში გადაგდის და აი 24 საათი დღეს რაც არ უნდა მოხდეს, მე ვეცდები რომ მაგალითად არ ვაწყენო სხვა ადამიანს. დღეს რაც არ უნდა მოხდეს, მე ვეცდები რომ ჩემზე გავლენა არ იქონიოს სუდმა ამინდმა. აი ეგეთ რაღაცეებს, აი აჩელენჯებ მუდმივად და ამ 24 საათზე იღებ პასუხისგებლობას რა. სანდრო, გამოჯამთელება და რიხაბი რაღაც ფინანსებთან არის დაკავშირებული, ხო? სამწუხაროდ. შენ გეგმებზე და ფონდზე რომ მოგვიყვე. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. იცი როგორი რაღაცა არის მუდმივად მე ადამიანები დამეხმარენ ამ გზაზე და ნომერ პირველი დახმარება ვისაც უჭირს ან ამ ტკივილშია არის რომ იპოვნოს ვიღაც ვინც ეტყვის რომ მე შენთან ერთად ვიქნები ამ გზაზე აი სადამდეს დაგჭირდება ან მორალურად ან აი რაღაც საჭმელზე რეაბილიტაციაში მე გამოგიგზავნი ან წამოყვები ექიმთან ან გაგიშვებ ჩემს მეგობარ ექთანთან აი რავი მილიონი აი რაღაც მხარდაჭერა ხო და ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც უკვე თქვით არის რომ ადამიანები მარტო არ დავტოვოთ რა და სამწუხაროდ საზოგადოება დღეს ეგეთია სახელმწიფო ამბობს რომ ის რაც ყველაზე მაგრად მუშაობს გამოჯამცელების ამბავში მაგაზე ამბობს რომ ეგო საერთოდ სამედიცინო სერვისი არ არის ან რეაბილიტაციას მაგათ არ აღიარებს შესაბამისად ვერც დავაფინანსებო ხო და მე აი იმ ადამიანებთან ერთად ვინც მე დამეხმარნენ თავის დროზე ამ გამოსავალში ჩემს სხვა კოლეგებთან ერთად ვინც ამ სფეროში საერთოდ არ არის ჩართული ბევრი ხნის განმავლობაში გვინდოდა რომ აი რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის რომ ხანდახან ადამიანები მოდიან მაგრამ უნდა გამოჯანმრთელება და მართლა ფული არ აქვს და რადგან ეხა ძალიან კერძო იმ უდიდეს ხარჯებთან არის დაკავშირებული რეაბილიტაცია ხო საკმაოდ ძვირია არის რაღაც ქვეყნები ძალიან ძვირი არის მაგრამ ჩვენთან ჩვენი იმითი რა ქვია საზომითაც ძვირია ხო და მოკლედ დავაფუძნეთ ბევრი ბჭობის იმის ამის ამ რთულ დროში ფონდი არა მარტო დამოკიდებული აი მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მხარდაჭერის ეროვნული ფონდი ეგეთი სახელწოდებით რომელიც იზრუნებს და ძალიან მალე და მინდა რომ შენს გთხოვო რომ სარეგისტრაციო ბმული გვექნება სადაც ადამიანებს შეეძლებათ გამოაგზავნონ თქვა დაფინანსებაზე თავისი მოთხოვნა მე იქში და ჩვენგან დამოუკიდებად კომისია ექიმები იქნებიან ჩართული ფსიქოლოგები ძალიან საინტერესო ხალხი ნელ-ნელა ამ ხალხსაც გავაცნო და მე უკვე აი crowdfunding-ი რასაც ქვია კომპანიები საზოგადოების ჩართულობით ხო რაღაცა кейსები იქნება და გვეცოდინება რომ აი ადამიანი ეს ჩვენი საზოგადოების წევრი გადავარჩინეთ ერთად რა გაუშვა დაუფინანსებ დეტოქს, გაუშვებთ რეაბილიტაციაში, შეიძლება ინდივიდუალური თერაპია დაუფინანსოთ, ანუ იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც მას აქვს რა. იმიტომ რომ
ჩვენ რო დავიწყოთ ახლა ლოდინი რომ როგორც ისრაელშია და როგორც პორტუგალიაშია ხალხი ეხა ისეთი ნარკოტიკებია შემოსული. ანუ პატარა ბიჭები, გოგოები იღებენ, იძინებენ და ვეღარ იღვიძებენ. და წარმოიდგინე, საშუალება არის სადღაც, რომ ამ ადამიანებს სრულფასოვნად ვუმკურნალოთ და ვიღაცამ რომ ფულის გამო, ან სტიგმის გამო, ან ვერ გაიგო იმან არ თქვას, მერიდების გამო, აქამდე არ მოდიან, უნდა ვივარაუდოთ, მე ეგრე ვუყურებ რა, რომ ყოველი გადადებული დღე გამოსვლამდე მოსასვლელად არის სიკვდილისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა. და ასევე ფონდი რა ძალიან მნიშვნელოვანია, საგანმანათლებლო პროექტებზე უნდა ვიმუშაოთ. ანუ თუ პრევენცია არ გვექნება, რაც არ უნდა გააკეთო, ბავშვებთან ურთიერთობა, ძალიან ცნობილი იმეების, რა ქვია, ადამიანები, რომლებიც ევროპაში, ამერიკაში არიან, მათი ჩამოყვანა ამ ცოდნის გაზიარება, მოკლედ გადარჩენა და ესაჩვენა ისტორიაში ყველა და ყველგან არის მუშაობა პრევენციაზე რა. რომ ადამიანებს უნდა უთხრან ინფორმაცია მისცე და ამავე დროს რა თქმა უნდა განავითარო სარეაბილიტაციო ისინი რა ქვია პროგრამებიც რა მაგრამ ეგ არის რომ მარტო ამას ვერან ვერ იზავს ვერც მარტო სახელმწიფო ვერც მარტო მე და შენ ვერც პოდკასტი ვერც ის ვერც კერძო ბიზნესი აი მე მგონია რომ ყველა უნდა შევთანხმდეთ აი მთელი საზოგადოება რომ ალკოჰოლის, ურთიერთობები, გემბლინგი, დამოკიდებულებები და ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან დამოკიდებულებებით, არიან ზრუნვის ობიექტები და მათ დახმარება ჭირდება. ანუ აი ამას როგორც კი გაითავისებ რა, მერე შენი აი ეს პერსპექტივა ამ პრობლემის მიმართ აბსოლუტურად იცვლება და შესაბამისად გადაჭრის გზებსაც ეძებ როგორც აი პაციენტს რომ უარგებდი რა ვინმე სხვა დაავადების რა სამწუხარო დღეს სახელმწიფო და საზოგადოების რაღაც ნაწილი უცოდინრობის ან მავნებლური პოლიტიკის გამო უყურებს როგორც დამნაშავეს აი როგორ შეიძლება რომ ალკოჰოლ დამოკიდებულს ან გემბლინგ დამოკიდებულს ან სუბსტანციების დამოკიდებულ ადამიანს რომელსაც ბავშვობაში მიყენებული ტრავმაზე მუშაობა ჭირდება რომ კარგად იყოს და ბედნიერი იყოს. გააჩერო ქუჩაში, გაჩხრიკო და მერე ციხეში გაუშვა. აი ხა ეგ ხო სიგიჟია. რა ვიცი, დიაბეტიან ადამიანს დავიჭერთ? ან დეპრესიის ეპიზოდი თუ ქონდა ვიღაცას, შეიძლება დავიჭიროთ? ხები? ხოდა ამიტომ არის რომ საზოგადოებისგან უნდა ვეცადოთ რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს დამოკიდებულება. ჩვენ უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება. ამ ადამიანს კი არ უთხრათ რომ შენ სუსტი ხარ, შენ ძლიერი ხარ, არ შეგიძლია მე და ანუ არ შეუძლია, ხო, არ შეუძლია. აი ეხა ყველას ვეუბნები რომ ხო არ შეუძლიათ. აი ამას ჭირდება გამბედაობა, ოღონდ მოქმედებისკენ გამბედაობამდე საჭიროა რომ ამ ადამიანმა თქვას რომ მე პრობლემა მაქვს და ამას იტყვის მაშინ როცა ძალიან გაუჭირდება და ეს ფსკერი მოვა, ან მეორე ვარიანტია, რომ თუ ჩვენ შევუქმნით ამ უსაფრთხო გარემოს, რომ აი მითხარი რომ დახმარება გჭირდება და მე დაგეხმარები. აი თანადგომით და ზრუნვით რა, სიყვარულით. სანამ გააგრძელებ, უნდა ვთქვა, რომ ჩემი სპონსორია კომპანია Larifani, რომელიც წარმოგვიდგენს EuFlora-Fits, განკუთვნილია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ეს არის წყალში გასახსნელი პაკეტები, რომელიც მეგობარი ბაქტერიებისა და B ვიტამინის უნიკალური ფორმულაა და ძალიან კარგი საშუალებაა დისბაქტერიოზის სამკურნალოდ. როდის შეგვიძლია გამოვიყენოთ? აძლიერებს იმუნიტეტს, გვიცავს ვირუსებისგან და ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს, ასევე ეფექტურია ანტიბიოტიკების, გვერდითი მოვლენების შესამცირებლად. მე გაჩვენებთ როგორ გამოიყენება და გეტყვით, რომ ნებისმიერ ასაკში უსაფრთხოა მისი გამოყენება რეკომენდებულია ასევე ორსულებში და მოიკითხეთ აფთიაქებში. მადლობა Larifans, გავაგრძელოთ. სანდრო, შენ თვითონ როგორი მამა ხარ, მაგაზე რო ვისაუბროთ. აი სიმართლე რო გითხრა, როგორიც მინდა და ეგეთი ვარ ახლა. ხო. და პირველ რიგში ვარ მეგობარი. აი ისე შემიძლია, ისე ვსაუბრობთ ხოლმე და ჩემი შვილი, როგორც მე ჩემს მეგობარს დაველაპარაკებ.
ელენე უკვე რა ვიცი, ანუ პატარა აღარ არის. 12-ის რამდენისა? მეტის? აუ. 12-ის ჩემი შვილია და ალბათ 18-ის. 16-ში მე 16-ში. კი ბატონო. შესაბამისად, მაგრამ აი ბოლო წლებია რა, ძალიან დავმეგობრდით და უსმენ. არის რაღაც თემები, რომელზეც მარტო ელენეს ხო, მარტო მისი რჩევა მჭირდება. აი მივდივარ და სპეციალურად მას ვეკითხები, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანი სამყაროში, ვისგანაც იგივე თემაზე მოვისმენდი იმავე ლეველის ვალიდაციით, რაც ელენისგან. მათ შორის ცოტა აი პირადზე ისა, რაღაც ფოტოების მინახები, ხვდები? მისი აზრი ეგ მეორე არის რომ ისა რა ქვია. მაგრამ მიუხედავად მაგისა, ხო მე ვარ მამა რომელიც ვცდილობ რომ მე არ ვჩხუბობ, არ ვყვირი, აი ხვდები ეგეთი რაღაცები არ ვიცი. ელენეც ძალიან მოწყვლადი არის, საერთოდ ძალიან აი ხმაურზე იმაზე. ხანდახან არის რომ სხვა იმაზე ისე რეაგირებს ჩვენს ოჯახში იმედენად ეგ არ ყოფილა არასდროს რა რომ აი თუ ვინმესგან გაუგიან მისი მეგობარი რომ იცი რა დღეს მამამისმა დაუყვირა. რავი ჩვენ გავიზარდეთ ყვირილში და ხმაურში და ეხა უკვე მისი ყური აი ძალიან პატარა ცვლილებაზეც ისე რეაგირებს რა. კიდე რა არის ძალიან შფოთიანი ვიყავი, აი შფოთიანი მამა და ეხლა რა გინდა და მოდი ეხლა და სუპანიკა და აი მუდმივად რომ ვცდილობ რომ კონტროლში კონდეს რეალურად რომ მაგდროს ხო იცი პირიქით არის რომ ვერაფერს ვეღარ აკონტროლებ. და ეხლა ძალიან მშვიდი ვარ. და ძალიან კარგად მოქმედებს ეგ უშუალოდ ელენეზეც რა ბავშვებს ზოგადად რა ეს სიმშვიდე შენი მასზე გადადის. როცა რაღაც პრობლემა ექნებათ ბავშვებს ხანდახან არის ხოლმე რა რომ რატო არ ეუბნებიან იცი მშობლებს რომ მათი შფოთიანი რეაქცია არ შეუძლიათ რომ აი ეხა ამას რომ დედა ჩემს უთხრა ეს ეხა დაიწყებს ხვდები და აი ეს ხატები როდის ვიქეცი მე მაგ დედად როგორ ჩემი შვილებმა მოვიყვანო მე მგონი ეგ დედა ვარ ხო და შენ ხო გითხარი მოდი ჩვენთან კურსზე მართლა უნდა მოვიდი იმიტომ რომ პოზიტიურ მშობლობის გავუშვა სხვაზე მარტო რო თავის და შფოთი გაქვს ერთხელ გავყევი ეხლა სულ ხوار ვივლი მივხვდი რომ 12-8 წლის ბავშვი ცხოვრებით ცხოვრობდა ყველგან ვერ გავივდი ხო და მე მგონია რომ ისა ეხა თან ჰიბრიდულს ვაკეთებ და შეგიძლია ონლაინ ჩაერთო და გაჩუქებთ მაგ კურსს და რა ვიცი სიამოვნებით ონლაინად მე მიყვარს ადამიანები მოდი 4 შეხვედრაზე რა აი მაშინ გეუბნებოდი მე მგონი ბაკოს რომელიც ბავშვებთან მუშაობს და ეგეთი ფსიქოლოგია აი მარტო მაგ პრობლემა ორ შეხვედრაში დაგილაგებს მაგას რატო გინდა რომ შფოთში იყო მაგრამ მაგანაც მიჩვევა იცი ზანა იცოდე კი შფოთიანობის ტიპაჟმა და აი ამ შენ ამ დროს მიუხედავად იმისა რომ თან სტრესში ხარ თან კარგად ხარ აი ეგ ამბივალენტურობა ახასიათებს რომ არის ეგ რაღაც სიგიჟე რომ რაღაცა აკონტროლებ საფრთხეებაში ამყოფებ და მან იცი რა გააკეთო და როგორ მოიქცე რა როცა ან გამოწვევა ან პანიკა ეხა წახვიდი ეხა გზა უნდა დააორგანიზო და მან გძნობ რომ ცოცხალი ხარ და ამ დროს არ არის რომ მაგარი ორგანიზაციის ნიჭი მაქვს და მე კიდე პრობლემიდანაც ძალიან მაგრად გამოვდივარ მაგრამ ხანდახან უნდა გავჩერდეთ ხანდახან უნდა დავსტოპდეთ და მივცეთ საშუალება ჩვენს შვილებს, ჩვენს იგივე მყოფ ადამიანებს, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილებები და პასუხისმგებლობა შედეგებზე თვითონ აიღონ. ხო, კი. კაიჩევა, მაგრამ მოვალ მე და მე შესაძლებლად რთულია ნამდვილად და მეც ბოლო წლებია რაც შევძელი კაცო და ისიც ბოლომდე ვერ შევძელი, მაგრამ ახლა ამ მოტივით ვცხოვრობ, რომ მე არ მაქვს 100%-იანი პასუხისმგებლობას, არ ავიღებ და ვერ ავიღებ ჩემს შვილზე. ის იღებს პასუხისმგებლობას. მე ერთადერთი შემილია რომ ვუთხრა, ვასწავლო, ისოდნა რაც მაგ გადავცე მაგრამ საბოლოო არჩევანს ის აკეთებს. ხო, ეგ რა თქმა უნდა. ხო. და ხო ვინმემ რო კითხო, საერთოდ არ მინდა რომ ვაკონტროლო რაღაცაში. პირიქით, ძალიან თავისუფალი და ისა ვარ მახრებ. აი, ეგეც ხო დასწავლადია, ეგრე გვასწავლეს, ჩვენმა მშობლებმა ეგრე გაგუზარდეს და სანამ ჩვენ არ შევცვლით, ამ პატერნში ვიქნებით. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ზედმეტი კონტროლი ან თუნდაც არაკონტროლი, მაგრამ ქვეცნობიერი შფოთი
ბავშვზე მაინც გადადის და იგზნობა. რა თქმა ხო? კი. ხო და ნახე ჩვენ ამ მშობლობის თამაში ავთენტურობასაც ვკარგავთ. ან ჩვენ თამაშობთ რაღაცნაირ მშობლებს. და აი ეს ნიღაბი და რაღაცა რა, ინტელექტუალი მშობელი ხარ, მომყომარებელი მშობელი, მეგობარი მშობელი თუ რაღაცნაირ მშობელი. ანუ ეგეც ძალადობა საკუთარ თავზე. ანუ და ბავშვი კიდე ვერ მოატყუებს საბოლოო ჯამში. ისევ ჩვენ თავებს თუ მოვიტყუებთ. და აი ყველაზე დიდი დახმარება მე ეგ დავიჯერე ჩემი შვილის არის რომ ვიყო ნამდვილი. ანუ მამა კი არ ვითამაშო რაღაცნაირი მამობა. ეგეთი მამა ვარ და აი როგორიც ვარ ეგეთი ვარ. რა კაია. მამებს და შვილებს თუ არ ირჩევენ. სხვა შანსი არ აქვს, ჩემს შვილს ვერ აირჩევს სხვა მამა. სანდრო, იცი, სულ მინდა და მეკითხა. ჩვენ ახლა მაყურებელ მარიცის, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს როგორ დრამატურგი და მსახიობი. კი ბატონო, ასე არ მახსოვს რამდენი წლის წინ, არ ვიცი მაგის არც არ დამითვლია, მაგრამ არ გვინდა რა შემჭირდება, არც ასაკის გვეშინია, უბრალოდ არ ვიცით რა საჭიროა. და სახურავი, მე სხვა პიესები თუ მაქვს შენ წაკითხული, არ ვიცი, გა? არ ამგონია. და მაგრამ ხო, მაგრამ გაქვს. კი. და სახურავში. ხო? იქ იყო დამოკიდებული გიგი, რომელსაც ყავდა გადასარევი გოგო, იქ იყო მისი სამეგობრო, დაქალის, ცოლის დაქალის ეკა, მე ვთამაშობდი, ვინც საბოლოო ჯამში ამ ახალ სამეგობროში სიყვარულის გამო შედის და ნარკოტიკის გასინჯვას თუ რაღაცას ემსხვერპლება. იქედან რომელიღაც შენ იყავი? ან რამე იყო შენი ცხოვრებიდან? კი, რა თქმა უნდა. და ეგ იყო რავი, ალბათ რაღაც 15+ წლის წინ. ხო, ძალიან დიდი ხნის. პირველი პიესა, რომელიც დისცენაზე დაიდგა, მაშინ 16 წლის ვიყავი. და რუსთაველის სარდაფში ლელა ჭინჭაროლმა დადგა, სადაც იაშკა თამაშობდა. და მანდაც ეგ თემა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ლოლიპოპს ჩუპა-ჩუპს უწნიდნენ გადატანით მშობლები და ლეო ქიაჩელის კამს თამაშობდა. ანუ აი სასწაული სპექტაკლი იყო. მე მგონი ჯერ შევარდნაძე იყო პრეზიდენტი, ხალხო ხვდებით რა როდის დაიდგა. სარდაფი ეგ დროა. ეგ ნახე. ეხლა რო უყურებ რა, აი დღეს მეორე პიესა და ისევ ცოტა იგივე თემატიკას. ანუ მუდმივად ესე აღმოჩნდა, რომ თან ძალიან მაწუხებდა რა. თან ძალიან ახლოს იყო. იმიტომ რომ აი ეს მაშინელი 90-იანების გამოძახილი 2000-იანების დასაწყისი მართლა მაშინა საშინელება ხდებოდა მერე პერიოდშიც და ჩემს ირგვლივ ხდებოდა და მე ვწერდი იმას, რაც მაწუხებდა და რაც ჩემს ირგვლივ იყო. და ორივე პიესაში სხვადასხვა გმირებში გაბნეული იყო ჩემი რეალური ისტორიები. კი, ანუ ხან გიგი ვიყავ, ანუ ყველა ვიყავი რა. და ეგ დანაკარგები გოგოსი, შეყვარებულის, მეგობრის, ეგენის რეალური იყო, ხო? და ძალიან ის არის, რა ქვია, აი რეტრო, ეხლა რო უყურებ ამ პერსპექტივიდან, რა, ესე იგი, რატო წერდი რა? ანუ აი რაღაცა ეგეც ის არის. ჩემი ხო, იმიტომ რომ ეგ დეტოქსი არის თავი. ეგეც თერაპიის ნაწილი იყო, რა ვთქვათ, თვით დახმარების, ხო? და ძალიან მადლიერი ვარ, რომ იმ წლებიდან მოყოლებული შევეძელი ამაზე ღიად ლაპარაკი. მიუხედავად იმისა, რომ ხო ხდები ალეგორიები და დამალულობით, ნუ სახურავის შემთხვევაში უფრო ღია იყო ეგ ყველაფერი, მაგრამ ხო რა, მძაფრი იყო ეგ თემატიკა. და ის არის, რა ქვია. და აი ეხა აგერ 20 წელი გავიდა, უფრო მეტიც იმ პირველი პიესის დადგმის შემდეგ და ეხლა ამაზე ღიად ლაპარაკი შემიძლია. და ეტყობა ეგ იყო რა და კაი გასახსენებელია რა, რომ აი ეგ იყო 16 წლის ვიყავი და პირველი პიესა დავწერე და რაღაც გაიარა ამდენმა წელმა და დღეს სადღაც ვზივარ და ინტერვიუს ვიძლევი და ვიღაცებს ჩემი გამოცდილებით ვეხმარები და რა ვიცი, მაგაზე კარგი განვითარება, ფონდი გავაკეთე, რომ კიდე სხვებს დავეხმარო და ვფიქრობ, რომ მე და ჩემი შვილი მეგობრები ვართ. ეხა ისე ვთქვი, რაღაც მომენტები ავიღე. და შემიძლია რომ თაწმინდას უყურო და დავტკვე ფერებით. აი
რავი, კარგი მეტი ამ მიღწევებია. საზღაროს ამ ქვეყანაში მეტი კარგი რა უნდა მოხდეს. ხო და ეგ არის რა, რომ რეალურად გულწრფელად რო გითხრა. ის თაწმინდას ხო ეგეთი იყო და რაღაც სამყარო ჩვენს გარშემო ხან ესეთია, ხან წვიმიანია, ხან ცუდია, ხან კარგია, მაგრამ აი შიგნით როცა იცვლები, მე მთელი სამყარო იცვლება შენს გარშემო. მიხვდები, აი ჩემი ხედვა სამყაროს ეხა არის აბსოლუტურად სხვანაირი. მე არ ვიცი შეიძლება ერთ დღეს ისევ შეიცვალოს ეს. ასე ან ისე. მაგრამ აი დღეს ეგრე არის, რომ აი შიგნით დიდმა ცვლილებამ სამყარო შეცვალა ჩემს გარშემო. ეხლა წაერ. ხო და ეგ ეხა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. მოკლედ მე არ წარმომიდგენია ჩემი იდენტობა მწერლობის გარეშე, ანუ არ არსებობს. ანუ სულ წერდი? 10 წლის განმავლობაში არაფერი არ დამეწერა. მართლა. და ეხა ისევ დავიწყე წერა. ანუ აი ეგ და აი მართლა ყოველდღე მადლიერი, რავი, მილიონი რაღაცა მაქვს სამადლობელო, მაგრამ ეგ არის რომ თავთან მიდევს რაღაც დღიური საკუთარ თავს მესიჯებს წერე. ანუ ისეთი რამდენიმე ერთი დიდი რომანის იდეა მომივიდა, რომელსაც განგზობითაც წერო, აი მგონია რომ რავი, რაღაც აი პირველად რო წერა დავიწყე და ძალიან აზარტში რო ვიყავ, ეხა ეგრე ვარ რა. შესაბამისად, მე მგონია რომ რაღაც 1 წლის თავზე მოთხრობების კრებული უეჭველი. მართლა? აი გამორიცხულია რა. ყველაფერი მზად არის უკვე მაგისთვის. ეხა იმ ნამდვილი ჟურნალისტები ხომ მოხვალ ექსკლუზიურად ჩემს გადაცემას. მე კიდე მინდა ძალიან წერანაც რო გეკითხებოდი რომ თეატრი, მე არ ვიცი თეატრი ამ შემაყვარა. აი მე არ მართლა არ მახსოვს რომ დავიბადე თუ 13 წლის რო ვიყავ პირველი პიესა დავწერე ტრისტანი და იზოლდას თანამედროვე ვარიანტი მერვე კლასში ვიყავ. აი რატო რომელიც უნდა დაგვედგა სკოლაში, ეგრე დაიწყო ჩემი დრამატურგობა, რომ მე ვთქვი, რომ ეხა მე დავწერა ამ პიესას. სანდრო მაჩვენა იქ ვეფხის ტყავსას გავდიოდი. მერვე კლასელებთან და სპექტაკლი. თინათინი სადღაც ვაკეში როზის და ეს ისე დღეს აქტუალურია თინათინი. აღარ განმავრცე ხა კიდენი იყო უკვე რომ აღარ. და მე არ ვიცი თეატრი ამ შემაყვარა და დღემდე ამ სიყვარული თუ არ. მე დავდივარ ძალიან ბევრ სპექტაკლებზე, აი შუქი რო ქრება, აი მართლა რო ამბობენ ამ რაღაც მოწამლულობას თეატრით მე ეგრე ვარ რა და შესაბამისად მიუხედავად მოთხრობების კრებულისა არ არსებობს ჩემი თავი სპექტაკლის გარეშე, ანუ მე აუცილებლად დავწერ პიესას. და შე რო მოგენატრება თამაში. მე მენატრება და მე არ გაკადრე ეგ ხა, ხო იცი, ვალდებულება არა კიდე. არა, მე ვთვლი რომ აი მე ჩემთვის რამდენიმე ადამიანი არის, აი რომელსაც აი ვიცი როგორ გემოს ჩაატანენ ჩემს სიტყვებს და ეგ მნიშვნელოვანია, ვინი თამაშობს შენ დაწერილ სამნიშნელოვანია და შენ მაგ სპექტაკლის მერე სულ იყავი ეგ ადამიანი, რომ აი სულ გინდა რომ აი ხა კიდე რამე რო გააკეთე ის. მე ყოველთვის შენ სპექტაკლებში მონაწილეობა მივიღო. შენ არ დადგავღონთ, არ გინდა. არა. მაგ თავს ნუ აიტკიე. არა, ეგრე არა ვიტკიებ. მაგრამ იცი რა არის? ხო, რატომაც არა. ხო, რაღაცები იცვლება 40 წლის ზემოთ. არ კითხავ ასაკს ვიცი 51 წლის. მე გადავლახე ეგ უკვე 42-ის ვარ და ასაკზეც ვილაპარაკოთ მე ძალიან საინტერესოა. ვილაპარაკოთ, ასაკი ძალიან კარგია და 40 წლის ზემოთ ბევრ რაღაცას ამბობ, რომ რატომაც არა, იმიტომ რომ თავი არ უნდა შეიზღუდო, სულ სხვანაირად იცნობ კიდე შენ თავს და სხვა გამოწვევები გაქვს რა. და სხვა სითამამე. უფრო გამბედაობა გემატება რა. ხო რა, რაღაცა უფრო ცოცხალი, მართლა ცხოვრებას იწყებ თითქოს იქამდე რაღაცა ну, აი, ჩემ შემთხვევაში ესე იყო და მე მგონი, ხო, ეგ არის რა, რომ ამბობ 40 წლის ზემოთ, სხვანაირად ხდება ყველაფერი და შენ ისე უყურებ სიტყვებივით, მაგრამ მართლა ბიოლოგიური ახსნებიც აქვს და თან ფსიქოლოგიური, ხო, შუაში ხარ. ანუ იქაც კაი ბევრი გაკამოვლილი, წინაც ბევრი აღარ გაგდარჩენილი, შესაბამისად უკვე ისე ხარ რა. ხლები, როცა ბევრი გაქვს იქი დარჩენილი, ყველაფერს დებ. აი ეს რაღაც ახალგაზრდული გარაბშუტობა თუ რაღაც არის, რომ აი მერე სხვადასხვა ამერიკული კვლევებით რეაბილიტაციის ხეო იგივე თემას რო დაუბრუნდა. გამოჯამთელების დიდი წილი მოდის შუა 30-ები ეგრე ქვია რა. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ის არის, იმიტომ რომ უკვე დანაკარგებში ხარ, რაღაც დრო იცხოვრე, გამოიარე და წინ ბევრი აღარ გადარჩენილი და აი ეს არის
აი შუალედი 30-40 წელი, როცა სტატისტიკურად ყველაზე მეტი მოდის რეაბილიტაციაში რა. რო აი გაცნობიერების პერიოდია, ხო? რაღაცები და გინდა რომ დროზე მიხედა. ხო, რა უკვე თვალსაჩინოა რა. აი ყველაფერი ესე გიდევს. ანუ კალოდა მთელი სწორი ქართული სიტყვა არ ვიცი, დასტა იმისი რა ქვია, მთელი ხელი ნათამაშები გაქვს. აქცენტით. მთელი ხელი ნათამაშები გაქვს. ხელში აღარ გიჭირავს ჯოკრები რა. არა, ჯოკრები გიჭირავს, პრობლემ შენ არ იცი რომ გიჭირავს ალბათ რა. ან 4-დან 4 ტუზიდან 2 გაქვს დარჩენილი და ისი აღარ ხარჯაო რა. აღარ ხარჯავ და უფრთხილდები. მართალია, კი. თორე უჯოკროთ ღერთმა დაგვიფაროს ხა ტუზების და თუ გაიგებთ ახლა თქვენ აზე ვლაპარაკობთ ჩვენ საიდან სად გადავედი სანამ ისა რა ქვია ჯოკრის თამაში დაგვიწია მოდი დარწმუნებული ვარ რომ კონკრეტულად სჭირდება ამ ადამიანებს და მინდა რომ გაბედეზე უფრო თამამად თქვა რომ თქვა სად აი სად უნდა მივიდე სად დავრეკო ან იქნებ ჩვენ გამოვაჩინოთ და უფრო ეგ როგორც გითხარი ანუ ერთი არის რომ ნებისმიერავ ეხა მე არ ვიტყვი მოინდა მაინც რომელიმეს მაგრამ რამდენიმე არის და ანუ რეაბილიტაცია უნდა მოიძიონ პირველად კონსულტაციაზე მოვიდნენ ჩემ პოდკასტების გაბედეს არხითაც ბევრს ვეხმარებით ვინც იწერებიან ვაკვალიანებთ რავი გამოსავალიც არსებობს დეტოქს ცენტრები არის სადაც სახელმწიფო აფინანსებს ამ ფიზიკურ გამოსავალი უფასოა გამოსავალში გვაქვს ბევრი რაღაცა უფასოებიც არის და ფასიანიც არის. კი, დღეები არის, მიღება არის, ლექციები არის, რაღაცები არის უფასო ცხადია. ეგ და რაც ყველაზე მთავარი არის, ალბათ ვისაც დახმარება და აი გრძელვადიანი გამოჯანმრთელება დიდი мотиваცია ექნება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იქნება ცოტა რა, უпроსტად მრავალეტაპიანი იქნება შერჩევის პროცედურები ამ ჩვენი ახალი ფონდის საშუალებით ლინკს რო გამოგიგზავნით შეგიძლიათ რომ აი რაღაც ჩაუკომენტაროთ ხოლმე და ეს ლინკზე გამოაგზავნოთ აუცილებლად რა მეც საქმარ და ხო თუ ვინმეს რამით დავეხმარები მოკლედ პრობლემა არა კი სანდროც აქ არის ჩვენც აქ ვარ და მე მგონი ამ ხრივ ჩვენმა საზოგადოებამ რაღაც ერთიანობა და რაღაც გვერდში დგომა მე მგონი დაამტკიცა ყოველთვის შეესია და ბევრი მაგალითია სასიამოვნო სადღაც პრობლემები არის დარჩენილი, მაგრამ მთელი ჩვენი мотиваციაც ეგ არის, რომ ანუ ყველგან ვეცადოთ, რომ გამოვასწოროთ რა, დამოკიდებულება, ადამიანების დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ და მთავარი ის, რომ ამ ხალხს დახმარება და გვერდში დგომა ჭირდება რა. მადლობა. პირიქით, მადლობა ამაზე ბევრს ლაპარაკობ და ჩემთანაც რომ მოხვედი და ჩემს მაყურებელსაც ლაპარაკე, შევინახვა გამეხარდა, შენი კარგი ამბები მიხარია და შენი გულშემატკივარი ვარ იცი. შენგან კაი პიესებს და მოთხრობებს ველოდები. აუცილებლად, დიდი მადლობა. უსაჩუქრად არ გაგიშვებ. ეს არის ბრენდი ნიკოლო, უნდა მივწვდე ჯერ. აქ არის. ბრენდი ნიკოლო, რომელიც ქალის და მამაკაცის აქსესუარებს აწარმოებს. ძალიან და იმედი მაქვს ტყავის კამარი მოგეწონება და ნებისმიერ დროს შეგიძლია ფილიალში მიხვიდე, შეაცვლებინო, ზომა ან რა ვიცი, როგორც არის და ტყავის სამუდამო გარანტია აქვს. და ბევრი საინტერესო აქციები აქვს თქო, შეგიძლია ყურადღებით იყოთ ბატონო სანდრო. თქმა ორმა ნაბიჯმა გამოგიგზავნა ეს საჩუქარი. რასასიამოვნო. შენი სტუმრობისთვის და რა ვიცი. ამდენი ამხელა გაბედულობისთვის და გულწრფელობისთვის. უღრმესი მადლობა, ნამდვილად მოულოდნელი. მადლობა შენ რომ კაი მაგალითებს იძლევი და კიდე ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობ და სხვაიც აიყოლია. ნამდვილად ძალიან ისეთია, დიდი სტიმულია. მადლობა. დღეისათვის სულ ეს იყო. სხვა პოდკასტებში რომ მივდივარ, ხვდები რომ მე მავიწყდება ჩემ პოდკასტში თქმა რომ გამოგვიწერეთ ხახნო. ბევრ საინტერესო თემას შემოგთავაზებ და თუ მოგწონვართ, თუ არ მოგწონვართ, მოგწერეთ. რატომ არ მოგწონვართ და მაინც გამოგვიწერეთ. მადლობა დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგ სამშაბათამდე.